შეიცვლება თუ არა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მიღებული რეზოლუციის პროექტი მომავალ კვირას გახდება ცნობილი. დოკუმენტის პროექტში, რომელიც 15 ოქტომბერს მიიღეს, ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმრადაა მოხსენიებული. საგარეო კომიტეტი მთავრობას მერაბიშვილისა და ყველა სხვა პოლიტპატიმრის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ევროპარლამენტი მხარს უჭერს ევროკავშირის საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებას, მაგრამ მიაჩნია, რომ აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ რეალურ პროგრესს მიაღწიოს კანონის უზენაესობის საკითხში. კერძოდ ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას პოლიტპატიმრების, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებისკენ და მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩატარებისკენ. მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავენ და დარწმუნებულები არიან, რომ რეზოლუციის პროექტი შეცვლილი სახით დამტკიცდება. ევროპარლამენტის დოკუმენტის პროექტში მერაბიშვილის პოლიტპატიმრად მოხსენიებაზე პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მსგავსი ჩანაწერების გაკეთების მცდელობა ნაციონალური მოძრაობისა და ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლებს არაერთხელ ჰქონიათ, თუმცა საბოლოო ჯამში ევროპელი დეპუტატების უმრავლესობას ასეთი ჩანაწერისთვის მხარი არ დაუჭერიათ. არ არის პირველი მცდელობა ნაციონალური მოძრაობის გარკვეული წრეების და ევროპის სახალხო პარტიის ასევე გარკვეული წრეების მათ არაერთხელ მოუნდომებიათ მსგავსი ჩანაწერების გაჩენა სხვადასხვა დოკუმენტებში, მაგრამ დღემდე ეს არ ვერ მოხერხდა, იმიტომ რომ ევროპაში არიან სხვა პოლიტიკური ძალებიც ნაკლებად მიკერძოებულნი და მე დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც ასე იქნება. ამ ტიპის დაბრკოლებების შექმნა, რომ ვილნიუსზე ხელმოწერა დოკუმენტებზე იყოს დამოკიდებული იმაზე, რას გააკეთებს საქართველოს ხელისუფლება რომელიმე პატიმართან დაკავშირებით, ეს არის ძალიან ახლომხედველური პოლიტიკა. მართველი გუნდი საერთაშორისო ორგანიზაციებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომელიმე ყოფილი მაღალჩინოსნის საქმეზე კითხვების არსებობის შემთხვევაში თავისი წარმომადგენლები გამოგზავნონ და პროცესის მონიტორინგი განახორციელონ. ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტის საპასუხოდ უმრავლესობის დეპუტატები ამბობენ, რომ ვანო მერაბიშვილს ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივნად დანიშნვამდე კონკრეტული თავმდებობები ეკავა და გამოძიების კითხვებით სწორედ ამ პოსტებზე საქმიანობას უკავშირდება. ნაციონალური მოძრაობის ლობისტები, როგორც ჩანს, ძალიან კარგად ახერხებენ ჯერ კიდევ იმას, რომ აბსოლუტურად არასწორი ინფორმაცია მიაწოდონ იქ გარკვეულ ჯგუფს პარლამენტარებისას, იცით ეს არის ევროპის სახალხო პარტია, მანამდე ვიდრე მერაბიშვილი გახდებოდა გენერალური მდივანი ნაცმოძრაობის. ის გახდა შინაგან საქმეთა მინისტრი და მას კონკრეტული ბრალდებები აქვს დაყენებული კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით, რაც არავითარ შემთხვევაში არ არის პოლიტიკურ დევნასთან კავშირში. მიუხედავად იმისა, რომ მართველი გუნდი ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტის შეცვლას პროგნოზირებს, მათი ოპონენტები თვლიან, რომ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციამ უკვე გააკეთა პოლიტიკური განაცხადი ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობის შესახებ. მთავარი არის ის, რომ ჩვენ გვაქვს პოლიტიკური განაცხადი ევროპარლამენტის ყველაზე მნიშვნელოვანი და პოლიტიკურად მძიმეწონიანი, თუ შეიძლება ასე თქვა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა, რომელიც ამბობს, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები. აქ მთავარი სწორედ ის არის, რომ ეს მიმდინარე რეპრესიები, რომელსაც ადგილი აქვს დღეს საქართველოში, არის პირველ რიგში საზიანო და ზიანის მომტანი ჩვენი ქვეყნის. ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში მერაბიშვილის პოლიტპატიმრად მოხსენიებაზე გარკვეული კითხვები აქვს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს. ისინი თვლიან, რომ უნდა მოხდეს დასაბუთება თუ რა კრიტერიუმებით ეწოდა მერაბიშვილს პოლიტპატიმარი. მათი აზრით, მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის გამო გამოთქმული პრეტენზიის ადრესატი არა მთავრობა, არამედ სასამართლოა. ის თუ ყველაზე ბევრი შეკითხვა არის მის პატიმრობაში დარჩენასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება. ყველა განცხადება ბატონი ვანოს პოლიტპატიმრობასთან დაკავშირებით უნდა გაკეთდეს უკვე მაშინ, როდესაც მიღებული იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება, როდესაც თავიდან ბოლომდე შეფასებული იქნება როგორც პროკურატურის საქმიანობა, ასევე სასამართლოს საქმიანობა და მისი საბოლოო გადაწყვეტილება. ეხლა როცა ამ დოკუმენტების შესწავლის გარეშე ასეთი ტერმინებით ხდება საუბარი, ჩემი აზრით და შეფასებით ეს არასწორია, ეს აზარალებს ქვეყანას და როცა წერია რომელიმე პირის მიმართ, X პირის მიმართ პოლიტიკური პატიმარი, პირველ რიგში გასარკვევია რა სტანდარტით მოქმედებს ასეთი შეფასებელი. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხდომაზე მიღებულ რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით მმართველმა გუნდმა დასაბუთება უნდა მოითხოვოს. კომიტეტის მიერ მიღებულ დოკუმენტს ევროპელი დეპუტატები 4 შაბათს პლენარულ ხდომაზე განეხილავენ და კენჭს უყრიან.